სენაკის რადიო. მოგესალმებით ქალბატონოსთან, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის თქვენთან საქმის სტუმრობა. თქვენზე სანამ გადაცემას დავიწყებდით, მოგვლევას დავიწყებდით, იმდენად ბევრი საინტერესო ისტორიები მოვისმინე, რომ აუცილებლად უნდა მოვსულიყავით თქვენთან და სენაკის სათემო რადიოში აუცილებლად უნდა ყოფილიყო თქვენზე ერთი გადაცემა. ვფიქრობ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივა, მით უმეტეს ამ დასახლებაში ყველა ძალიან კარგად გიცნობთ და თქვენი კიდევ ერთხელ მოსმენა იქნება ყველასთვის სასიამოვნო. მოდით დავიწყოთ თავიდან. გმადლობთ. მოგესალმებით. მე ვარ სუდანგურგულია, დევნილი. დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთის პატარა სოფელში, გალის რაიონში, სოფელ საბერიოში. დღეს ეს სოფელი საზღვრისპირა. ძალიან ლამაზი მთაგორიანი სოფელია და რაც ესე იგი ბავშვობის მოგონებელი, აი მუდმივად თვალწინ მიტრიალებს. შემდეგ დავამთავრე სკოლა წარმატებით, ჩავირიცხე აფხაზეთის გორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დავამთავრე და მუშაობაც დავიწყე, თუმცა კიდევ დამავიწყდა და მეთქვა, რომ სწავლის პერიოდში შევქმნი ოჯახი. მყავს მეუღლე რომან ჯანაშია და მყავს ორი ქალიშვილი სოფიკო და ნინიკო ჯანაშიები. დავიწყე მუშაობა სოხუმში, მე-20 საშუალო სკოლაში, პარალელურად ცოტნე დადიანის სახელმწიფო ჰუმანიტარულ ინსტიტუტში და 1993 წელს დადგა ამასობაში. იძულებული გავხდით, გადმოვედით იქიდან იძულებით 19 სექტემბერს მე და ბავშვები, ჩემი მეუღლე დარჩა იქ, იმიტომ რომ ბატალიონ ცხუმის მებრძოლი იყო, ამით ეს რამდენად უნდა ვთქვა, მაგრამ დარჩა და შემდეგ ისიც იძულებული გახდა გადმოსულიყო სვანეთიდან, ტანჯვით, დიდი ტანჯვით გადმოიარა იქიდან, მაგრამ მადლობა უფალს, ჩვენ ისევ შევიყავით ოჯახი და გავაგრძელეთ ცხოვრება უკვე სენაკში. სენაკმა ჩაგვიხუტა, ძალიან თბილად მიგვიღო და სენაკში ჩემი დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩემი მშობლიური ინსტიტუტი დაფუძნდა სენაკში. ბატონმა ვალერიან ჭანიამ აქ მოგვიყარა თავი დღევანდელ მეხუთე სკოლაში, არა ყოფილ მეხუთე სკოლაში, დღევანდელი მესამე სკოლა. აქ შევქმნით პატარა აფხაზეთი, ჩვენ ერთმანეთს გულს ვუთბობდით, თითქოს არ ვიხსენებდით აფხაზეთს, იმიტომ რომ ყველა სოხუმიდან ვიყავით და ყველანი ერთ ბედქვეშ ვიყავით. თან ბატონი ვალერიან ჭანია, ეს აკადემიკოსი იყო, ძალიან დიდი ადამიანი, რომელმაც გაგვაძლებინა, ბავშვებიც გაგვაზრდებინა, შეიძლება ითქვას, და ოჯახით შეგვანარჩუნებინა. დღესაც დიდი სიხარულით ვიხსენებთ ერთმანეთს. ბატონი ვალერიანი გარდაიცვალა, მისი შვილები თბილისში ცხოვრობენ და იქ ვინც ვიყავით თანამშრომლები, დღესაც ერთმანეთთან ვურთიერთობთ დიდი სიყვარულით და ვიხსენებთ იმ დღეებს. და მინდა გითხრათ, რომ ყოველი ახალი სასწავლო წელი იწყებოდა ბატონი ვალერიანის ამ წინადადებით. მოდი წელს ვიყოთ აქ, მაგრამ მომავალი წელი აუცილებლად გაგრძელდება აფხაზეთში და ჩვენ იქ ვიქნებით და ასე ამ ოცნებით გარდაიცვალა იგი. და ასეთივე ოცნებით გარდაიცვალა ჩემი მამა, რომელიც დარჩა აფხაზეთში და ყოველდღე გველოდა შვილებს და მთელს ქართველობას. სენაკის რადიო. სანამ ასაკში შევიდოდნენ, ისინი აქეთ გვეხმარებოდნენ ჩვენ, მაგრამ როგორც კი ასაკში შევიდნენ, ჩვენ ესე იგი მორიგეობით იძულებული ვიყავით, ხან გადავიპარებოდით, ხან რაღაც სიცოცხლის რისკის ქვეშ, ასე ვუვლიდით ჩვენს მშობლებს. მამაჩემი სხვათა შორის თანამდებობის პირი იყო, სოფელ საბერიოს კომუნობის თავმჯდომარე იყო და ყველა იცნობდა როგორც კარგ პიროვნებას, სოფლის მეურნეობის დამსახურებული სპეციალისტი იყო. და ის სხვათა შორის იყო მემატიანეც აფხაზეთის ომის. როდესაც აქეთ გადმოვიდა მთავრობა და ყველა გადმოვიდნენ, მამა
ყოველდღიურად თურმე წერდა დღიურს. ყოველდღიურად ინიშნავდა აი 19 სექტემბრიდან დაწყებული, არა 27 სექტემბრიდან დაწყებული, აქ რომელი რიცხვია? ესე იგი 20. ხო, აქ 20, ხო. ესე იგი 19-დან ერთი ფურცელი დაკარგულია, 20 რიცხვიდან დაწყებული ის ყოველდღიურად წერდა თუ რა ვარამში იყო, რა ჭირი გამოიარა და როგორ აწუხებდა თავისი ქვეყნის ბედი. ფაქტიურად მატიანია. სენაკის რადიო. ესაა მამა. დიახ. და ეს არის მამის ესე იგი წერილი, დღიურებია, ესე იგი როგორც მითხარით. დაახლოებით რამდენი ფურცელი შეიძლება აქ იყოს? და ერთი 15-20 ფურცელი დაკარგულია. ეს ავკინძე მე სხვადასხვა რატომღაც ჩემთვის რო ეთქვა ეს, ხო? აი რა კარგი იქნებოდა მე მეწოდინებოდა რომ მამა დღიურებს წერდა. სრულიად შემთხვევით ნახეთ, ჩემთვის ძალიან საყვარელი და იმავდროულად ძალიან ძვირი. ნიშნულოვანი ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ამ დღიურებიდან ჩვენ ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ. ამ ადამიანის მისი ყოველდღიურობა არის ასახული აქ აფხაზეთში ყოფნის პერიოდში და წარმომიდგენია მე აუცილებლად გულდასმით წავიკითხავ ამ დღიურებს. ღამით ჩემთან მოვიდნენ. ორესტი და ჟუჟუნა ცოცხალი დარჩენილა. მას შემდეგ მოვიდა მურმან ცობეხია და მითხრა რომ მე შორიდან დავინახე ორივე მოკლესო. წავიდეთ და დავასაფლავოთო. მე ვუთხარი ორივე ცოცხალია მეთქი. ღამე მშვიდობიანად ჩაიარა, თუ ამას მშვიდობა ჰქვია. რაც დავიბადე, პირველად გარეთ გავათიე ღამე. ჩემს სახლთან ახლოს სინათლე ჩაქრა. ძირს ჩამოფერთხა ხეები. აქა-იქ მკვდრები ყრიანო. მეუბნებიან, არ ვიცი რამდენად მართალია. ამას ვწერ ღამის 12 საათზე. 1993 წელი, 7 ოქტომბერი. დილას დაიწვა სახლი. დიმიტროვის ქუჩის გაღმა. პურსაცხობთან დაიწვა მეორე სახლი. 9 საათია. მოვიდა ცნობა, რომ ჯახიას სახლიდან გააქვთ ყველაფერიო. მის მოპირდაპირე მხარეს იწვის კიდევ სახლიო. დღეს ჩემთან ახლო-მახლო არაფერი მომხდარა, დამეტანი სიჩუმეა. ჭალედან ჩემი მეზობელი ინდიკო ბასავია მოვიდა და საზარელი ამბავი გადმოგვცა. ჭუბურხინძის ცენტრალურ გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე. საშველი არსად ჩანს, არ ვიცი, ნერვები სანამდე გამიძლებს. საღამოს რაიკო ყოლბაიას და ვალერ ბელენკოს სახლი გაძარცვეს. საღამოს არც ერთი სახლი არ დაუტოვებიათ. რამდენიმეჯერ შედიან გაძარცულ სახლებში. ალინინის ქუჩაზე პატარა ურმით უცხო ქალმა გაიარა. შავები ეცვა, ზურგზე ტომარა ეკიდა. ძალიან საინტერესო ეს ფასდაუდები, ასე ვთქვათ, ისტორიის ნაწილი გახლავთ ახლა და საინტერესოა აგრეთვე შემდეგი რამ, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის რეალური, ასე ვთქვათ, თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენ თანამშრომლებთან ერთად აქ პატარა აფხაზეთი შექმნით, მაგრამ შენარჩუნდა თუ არა აფხაზ მეგობრებთან, აფხაზ თანამშრომლებთან კომუნიკაცია, კავშირი, გაქვთ თუ არა მათთან ურთიერთობა? არა. ვინც იქ ისთანაც იქ მუშაობდი აფხაზეთთან, მათთან ურთიერთობა არ ამას. ჩვენ გვინდოდა რომ აფხაზ მეზობელთან აი დაგვემყარებინა კავშირი, ჩემმა მეუღლემ ბევრჯერ სცადა, მაგრამ არ წამოვიდა, იგი კავშირზე არ წამოვიდა, ასე რომ მე იქ მცხოვრებ აფხაზეთთან კავშირი არ მაქვს, თუმცა მყავს ყველაზე კარგი მეგობარი აფხაზი ქალბატონი მანანა კვარანძია, რომელიც ქართველ შვილებს დის, ის თბილისში ცხოვრობს და
ძალიან კარგი ქალბატონია, რომელსაც ერთნაირად უყვარს აფხაზეთიც. აფხაზებიც და ქართველები. აფხაზები და ქართველები ერთმანეთის გულებისკენ გზას აუცილებლად იპოვიან და მშვიდობიანად სახალხო დიპლომატიის გზით, სიყვარულით, ასე ვთქვათ, ისევ გაერთიანდება ეს ქვეყანა, იმიტომ რომ აფხაზებიც იმიტომ აფხაზობდნენ თავის დროზე ჩემის აზრით, რომ საქართველოს ძლიერ. რა თქმა უნდა, მეც ასევე ვფიქრობ, იმიტომ რომ აფხაზი ქართველთან შეინარჩუნებს თავის იდენტობას და თავისუფლებასაც, ხომ, ინდივიდუალობასაც. ქართველი აფასებდა მუდმივად აფხაზს და აფხაზიც აფასებდა ქართველს. სენაკის რადიო. შენ სულ აფხაზობ, რაც არსებობს ეს საქართველო. მაშინ რად სწუხარ, აქ წეწია სული რაღაცე. ღმერთი და რჯული, საქართველო სანამ იქნება. შენ სულ აფხაზი იქნები და სული აფხაზებ. სენაკის რადიო. თავი დავანებოთ, აფხაზური ქართული ოჯახები რამდენია, რამდენი გაყოფილი ოჯახია. აი მე ერთ მაგალითს მოგიყვებით, კიდევ ძალიან ექსტრემისტი აფხაზი იყო ერთი გოგონა, რომელიც ცხოვრობდა სოხუმში, მამა აქ ცხოვრობდა და სიხარული აღმოჩნდა მტრობაზე უფრო ძლიერი. აი მოხდა ისე რომ ტრენინგზე იყო თბილისში, შეუყვარდა ქართველი ბიჭი და დღეს თბილისში ცხოვრობს. ანუ სიყვარულია ის, რაც მტრობი დანგრეულს აშენებს. თქვენ აღნიშნეთ საუბარში, რომ ძალიან ბევრი თქვენი თანამშრომელი, კოლეგა, მეგობარი დარჩა აფხაზეთში და გააგრძელა აფხაზეთში მუშაობა და ასე თქვა ძალიან ნამდვილად ქართული საქმის კეთება. არ შეიძლება ისინი არ აღნიშნათ და მათთან შრომაზე დაღვაწილზე არ ვისაუბროთ. კი ბატონო, დარჩნენ ჩემი თანაკურსელები. თანამშრომლებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი თანაკურსელები დარჩნენ ქალის რაიონში. რამდენიმე ერთი ჩემი სტუდენტი, კიდე აქაური სტუდენტი და ისინი დღესაც მუშაობენ. მაინც ისინი თითქოს და ჩუმად აკეთებენ ქართულ საქმეს. იქ მხოლოდ 1 საათია ქართულისთვის გამოყოფილი, მაგრამ ისინი სახლში ასწავლიან ბავშვებს და ისინი ვფიქრობ მე, რომ იქ ძალიან რთულია დარჩე, იმიტომ რომ რაღაცა მაინც შიშის ფაქტორია, მაგრამ ისინი გმირები არიან და ნამდვილ ქართულ საქმეს აკეთებენ. მათი ბავშვები, ისინი ვისაც ამეცადინებენ, სხვათა შორის ჩვენ სკოლას ჰქონდა მათთან ურთიერთობა, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა გიმნაზიას და იქიდან გადმოიყვანეს და სხვათა შორის აფხაზეთის სამინისტროსთან, დევნილთა სამინისტროსთან ერთად გადმოიყვანეს იქიდან ბავშვები და ერთი კვირა არა 2 კვირა ჩვენ სკოლაში საზაფხულო ბანაკში იყვნენ ეს ბავშვები და ისინი აი როგორ მათი თვალები, აი მათი მასწავლებელი თუ როგორი კმაყოფილი იყო ამ ყველაფრით და წარმოდგენილი მაქვს რამდენ ხანს გაჰყვებოდათ ბავშვებს აი სითბო რომელიც ჩვენგან წაიღეს და ეს აუცილებელია. საინტერესოა თქვენ გახსოვთ აფხაზეთი თქვენი ნაწილია, თქვენი ცხოვრების ნაწილია, თქვენი ბავშვობა, სიღრმე, ასე თუ პირველი ნაბიჯების მოწმე ადგილი, მაგრამ თქვენს მოსწავლეებს, რომლებიც ეხლა სენაკში სწავლობენ, თუნდაც აფხაზეთიდან დევნილები, ძნელად თუ წარმოუდგენიათ რა ვინ არის, ან რა არის აფხაზეთი და ვინ არიან აფხაზები და რას ნიშნავს აფხაზურ-ქართული ურთიერთობები, მეგობრობა და აი ეს საუკუნოვანი ტრადიციები, რაც თქვენ შემოინახეთ. როგორ ახერხეთ რომ დაამახსოვროთ აფხაზეთი დღეს? დიახ, ეს ძალიან კარგი კითხვა. სხვათა შორის ძალიან ბევრს ვესაუბრები მე პირადად ჩემს ბავშვებს, დევნილი ბავშვებიც მყავს სკოლაში, მაგრამ უფრო სენაკელები არიან და თავისთავად ისტორიის მასწავლებელთან ერთად ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დღეებიც, მინდა გითხრათ და თვითონაც ჩავთავთ ხოლმე თვითონაც პრეზენტაციებს ვამზადებინებთ ბავშვებს და ისინი დიდი სიხარულით მოიძიებენ ხოლმე ხართ სხვათა შორის ონლაინ მეგობრები აფხაზეთში და ინფორმაციას გაცვლიან ხოლმე ერთმანეთში და წარმოუდგენიათ როგორ მათ ისევე
იციან და დარწმუნებული არიან, რომ ერთ დროს ქართველები დაბრუნდებიან აფხაზეთში, იმიტომ რომ ჩვენ იქაურ დაბადებულებს და ადგილებს სხვა დაბადე არ გვაქვს. სენაკის რადიო. ეს ჩემი პირველი მასწავლებელი შურა მოზგულია. ეს საინტერესოა. ინტერესო სურათებია, ხო? მოკლედ გამოგზავნეთ აფხაზეთში. დიახ, და ბავშვობაშიც, ახალგაზრდობაშიც. ძალიან საინტერესოა. აი ამ წლების შემდეგ, ამ გადასახედიდან ქალბატონო მუსო, თქვენ როგორ ფიქრობთ, ყველაზე ღირებული, ყველაზე მნიშვნელოვანი რა გახსოვთ იქიდან? ურთიერთობა. აი ბავშვობის მოგონებები ძალიან თბილი, ძალიან კარგ ოჯახში გავიზარდე და ჩემთვის დღესაც აი ის ურთიერთობებია ყველაზე ძვირფასი, რომელმაც მე ჩამომაყალიბა და ჩემი დები აი ისეთ ადამიანებად და ისეთ მეოჯახებად, ისეთ ქართულ ქალებად, როგორიც დღეს ვართ. აფხაზეთში თუ გადადიხართ, თუ გაქვთ საშუალება? დღეს არა, უკვე საბუთი აღარ მაქვს და 2 წელია რაც დედა რაც გარდამეცვალა, მე არ გადავსულა, კაიხანი არ მინდოდა გადასვლა. იცით, აი ასე ჩემს წუხილს აი ასე ვფუთავ, რომ არ მინდა რომ გარდაცვლილი იყოს, არც საფლავის ნახვა მინდა და როგორც წინათ, რომ აი შორიდან ვფიქრობ, რომ ცოცხალია და მელოდება. რატომღაც აი ასე ვიტყუებ თავს. და არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდება და ამიტომ ჯერ სრული არ მაქვს აფხაზეთში გადასვლის, არც მათი საფლავების ნახვის, მაგრამ დადგება დრო, რომ წავალ და ნახავ იქაურობას. და თქვენ სახლში ვინ არის ახლა? აფხაზეთში ჩემს სახლში არავინ არ არის, ბინა, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ გადმოსული არ ვიყავით, წამოსული ვიყავით ბინიდან, მაგრამ აქეთ გადმოსული არ ვიყავით, სოხუმის ბინას ჭურვი მოხვდა ჩვენ სახლს. და ამიტომაც რამდენიმე ჭურვი თან და ამიტომ დღეს არავინ არ ცხოვრობს ჩვენს კორპუსში, სოხუმში 5 სართულიანი კორპუსი იყო, ხოლო გალის სახლში ჩემი და დიშვილი ცხოვრობენ. ესე იგი მაინც კერას არაცირებენ და მაინც არის ძალიან დიდი იმედი, რომ ერთმშვენიერ დღეს გაერთიანდებით და გავბრუნდეთ თქვენს დღევანდელ ცხოვრებას სენაკის სამხედრო დასახლებაში. ჩვენ რომ შემოვედით, თქვენ შესახებ ყველაფერი იცის. ეს არის ისეთი ადგილი, სადაც თქვენ ყველა ძალიან დიდ პატივს გცემთ და ძალიან ეძვირფასებით. საინტერესოა აქ პატარა აფხაზეთი როგორ ცხოვრობს. აქ, ესე იგი, როგორც გითხარით, მე მუდმივად მუშაობდი. მუდმივად ჩემს აფხაზეთელებთან მქონდა ურთიერთობა, აქაც სხვათა შორის ერთი წრის ხალხი გავერთიანდით, რატომაც ყველანი პედაგოგები ვიყავით და აი ვიკრიბებოდით, ერთი ინტერესები მქონდა, ვიკრიბებოდით აქ და ჩემს პატარა გოგონას სხვათა შორის მქონდა სამსახიობო ნიჭი და მართავდა წარმოდგენებს. მინდა გითხრათ, რომ თუ რამე გადამარჩინა იმ ბნელ 90-იანებში, იმ უშუქობაში, ეს იყო პოეზიის სიყვარული, ლიტერატურა იყო, ჩემი და ჩემი შვილების. მე დავიწყებდი ვეფხისტყაოსანმა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი, აი ეს არის ქართველთა ბიბლია და ჩემი გადამრჩენი. მუდმივად მიყვარდა ვეფხისტყაოსანი და როდესაც დავასწავლიდი ჩემს შვილებს და როდესაც აი ამ უშუქობის დროს არც კი მქონდა, რომ აგვენთო სად იყო, სამთელიც აღარ მქონდა და რომ დავიწყებდი მე და აგრძელებდნენ ჩემი შვილები, აი ეს მეზობლება გაიგეს მაშინ და ვიკრიბებოდით აქ. და მე თვითონაც მართავდა წარმოდგენებს, ძალიან კარგი იმიტაციის ნიჭი მქონდა, ყველას დასცინოდა შეიძლება ითქვა, იმიტირებას აკეთებდა და აი ღამეები ასე გაქონდა, გშიოდა ალბათ, გწყუროდა ალბათ, შეწუხებული ვიყავით, ზოგს ახლობელი ყავდა დაკარგული და აი ასე ერთმანეთით ცოცხლობდით და უფრო მეტი სითბო იყო, მინდა გითხრათ, უკმას უყოვდით ერთმანეთს. და ვფიქრობ, დღემდე ასე არის. დღემდე ასეა, მე გავიფანტეთ, ზოგი იქ წავიდა, ზოგი აქეთ ხო იცით, მაინც ცხოვრებამ თავისი მოიტანა, თუმცა აი იმ სითბოს, იმ სიყვარულს არაფერი შეედრება, აი მაშინ იმ სიყვარულმა და სითბომ გადაგვარჩინა, იმიტომ რომ ეს გათხარებული კედლები აქ, როგორია ცხოვრობა არაჩვეულებრივად და უცებ მიწაზე ეცემი, ქუჩაში აღმოჩნდები, არ იცი რა გააკეთო და ყოველი ღვთის იმედით მე
სხვათა შორის კომუნისტურ ოჯახში გავიზარდე და აი ეს ჩემი დიდი მინუსი იყო, რომ ღმერთის მწამდა, მაგრამ ეკლესიაში არც კი ყოფილ ვარ, სანამ სკოლაში არ დავიწყე მართლმადიდებლურ სკოლაში მუშაობა და მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც კი გადამხდენია და რაც კი არის წინ, იმიტომ რომ თუ ღმერთი გწამს და ეს ალბათ ეს წინა გადაარჩენს ადამიანს. სენაკის რადიო. ჩვენი საუბრის ბოლოს მე პირველი მინდა აუცილებლად შეგახსენოთ და გავიხსენო თუ როგორი ემოციით მეპარგოდით თქვენ თბილისში პირველად აფხაზეთიდან დევნილობის პერიოდში პირველი გადმოსვლის დროს პირველი ისტორიას მე სიამოვნებით მოვისმენდი ისევ. დიახ, ანუ ბაბუშერადან გადაუფრინდით, ჩემმა მეუღლემ ჩაგტენა თვითმფრინავში მე ჩემი ორი შვილი და ჩემი და სტუდენტი. ეს უკვე უშუალოდ რომ სოხუმი დაეცა. სოხუმი არ იყო დაცემული, 19 რიცხვი იყო, 19 სექტემბერი, მაგრამ უკვე შემოვიდნენ აფხაზები და გუმისთაში უკვე აფხაზები, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, იქ უკვე აფხაზები იყვნენ და ჩაგუტენა და თქვენ გადარჩით და ჩემი თავი ჯანდაბას. ასე იყო მისი ბოლო წინადადება და ჩვენ ქუთაისში უნდა ჩაფრენილიყავით, მაგრამ გეზი იცვალა თვითმფრინავმა და აი არ ვიცი, ჩვენს მერე თვითმფრინავი ჩამოაგდეს კიდეც და ჩვენ დავეშვით თბილისში. თბილისის აეროპორტში და ავტობუსმა მიგვიყვანა ივერიასთან და ესე იგი ხალხი მოზღვავდა უცებ. თბილისელები ჩვენ დგავართ აქ რაღაც საოცრად შეწუხებულები და წამოდით ჩვენთან, ასე გამოაცხადეს ტელევიზიაში და ჩვენ უნდა შეგიფაროთ. ნუ ყველა ვიღაცას გაყვა, ჩვენ დავრჩით და ბოლოს მოვიდა იასონ ხმალაძე, პაპას ეძახიან თურმე ამ კაცს ზედმეტ სახელს და გთხოვა რომ აი ბავშვი მიზისო, მე მანქანაში რომ შეიძლება არ დამიჯეროთო და წამოდითო ჩემთან, მე შეგიფარეთო, რამდენ ხანსაც გინდათ იმე ხანს იყავით ჩვენთანო და ჩვენ გავყევით მას, ის ცხოვრობდა სოფელ დიღომში და როგორი სიხარულით მივყავდით, გახარებული იყო ეს ადამიანი და რო შევიდა ამ სოფელში, იძახდა მომყავსო, თითქოს არ ვიცი, თითქოს რაღაცა ბრილიანტები და ოქროები მიქონდა და მთელი სოფელი შეიყარა, სუფრა გააწყვეს იმ საღამოს და მთელი სოფელი იქ იყო, გვეფერებოდნენ. მე ჩემი დარჩენილი მეუღლეს, აი რა ვიცი, შეწუხებული ვიყავი, რომ გამახსენდებოდა, რომ მეუღლე გვერდით არ მყავდა. ნუ რა თქმა უნდა, დავრჩით იმ ღამეს იქ. მეორე ღამესაც 21 სექტემბერს ჩემი დაბადების დღეა და აღმოჩნდა, რომ სუფრას აკეთებენ და ოჯახის დიასახლისის დაბადების დღე იყო და დიდი სუფრა გააწყვეს და ისევ იქეიფა სოფელმა. ანუ იცით, ომი იყო, მაგრამ მათგან შორს იყო და მე დამრჩა ისეთი წარმოდგენა, რომ მათ ეს რეალური ომი არ ეგონათ. და ალბათ მათი წვლილი იყო აი ამ შემთხვევაში ეს დიდი უბედურების დროს. დიახ და ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს კაცი ამბობდა, რომ მე ომში არ წავსულ ვარ, მაგრამ რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ადამიანს შევიფარებო. თუმცა მე დიდხანს არ დავრჩე, იმიტომ რომ ჩემი მეუღლის ამბავი არ ვიცოდი და მან მე და ჩემი შვილები ჩავსვა და ჩემი და მატარებელში, რომელსაც მოჰქონდათ ცხედრები მოჰქონდა. და გზადაგზა ამ ცხედრებს ჩამოასვენებდნენ ხოლმე და წირილ-კივილი იყო. ჩვენ ჩამოვედით გალში. დიახ, გალში ჩავედით და გალში რო ჩავედია, ой საოცრება. მაღაზიები გაღებული იყო, 22-23 რიცხვი იყო ეს, 22-23 სექტემბერი. მაღაზიები გაღებული იყო, ხალხი ჩვეულებრივ ცხოვრობდა და როდესაც ვთქვით, რომ კაცო, აფხაზეთში ომია, სოხუმში ომია, აქ რატომ არის ასეთი სიმშვიდე? მე ჩემი მეუღლეც ჩავიდა მასობაში, მამას ვთხოვეთ, რომ ყველანი წამოვსულიყავით, მაგრამ მამა არ წამოვიდა, მე ვერ წავავით ჩემი სახლიდან და რამდენიმე დღეში სოხუმიც დაიცალა და ლინგურის ხიდან აფხაზებმა დროშა დასეს და ისინი იქ ჩარჩნენ. და ასე და ძალიან ბევრი სანერვიულო ჰქონდა ერთი თვის განმავლობაში, არაფერი არ ვიცოდი მშობლების შესახებ. ძალიან რთულია დღემდე არის უგზობილ დაკარგული ადამიანების ძიება.
ორგანიზაციები მუშაობენ, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კუთხით და მე იმედს ვიტოვებ, რომ ყველა მიცვალებული ან ყველა უზოგო დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება და ისევე როგორც აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო, ყველა ოჯახი გაერთიანდება.